შემოძვირფასება, ჩამოკარგება, მოგესალმებით. მიხარია რომ ჩემთან ერთად ხართ და ერთად ყოველთ იმ პასუხებს, რომლებიც თქვენთვის და თქვენი გულისთვის ყველაზე მეტად საინტერესოა და ყველაზე მეტად რაც გაინტერესებთ. დღევანდელი საჯარო გაშლის თემა ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელია და არის შემდეგი: გეწევათ ახალი სიყვარული თუ არა, ამას განვიხილავთ. არკანები დღეს გვიჩვენებენ თუ რას გიმზადებთ სამყარო სიყვარულში არის თუ არა ახალი ადამიანი თქვენსკენ გზაზე, მომავალი რა ენერგია მოდის და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში აისახოს. მოგიწოდებთ რომ მოიწონოთ ჩემი არხი, გთხოვთ და მოგიწოდებთ და მოიწონოთ ჩემი ვიდეოები, გამოიწონოთ ჩემი არხი და ასე თქვენ შეძლებთ ჩემი გაშლების ნახვას და პირველები შეიტყობთ როდესაც ავტვირთავ მე ვიდეოს. ასეთ გადაღლილი ვარ ძალიან და როდის მოგიხდით არ ვიცი რაღაცნაირად ემოციურად გადაღლილი ვარ მეც. ნახოთ აბა გეწევათ თუ არა ახალი სიყვარული. გეწევათ ახალი სიყვარული? რა ვიცი, გაინტერესებთ სულ ურთიერთობაზე წერთო და ისაო და ესაო და ვისაც არ ყავს იმათ ვარ დამაშავეთო და აჰა თქვენ გეწევათ თუ არა ახალი სიყვარული. ნახოთ. კონცენტრირდეთ საკუთრებზე და დავიწყოთ გაშლა. გეწევათ ახალი სიყვარული? აჰა, კაი, ახლა ისეთ ამოვიდა. როგორ შევეწინააღმდეგო ამ ორ არკანს ერთად, ჰა? ვერაფრით ხუთიანი კვერთხელი და სამსჯავრო. ნამდვილად ჭირდებათ ახალი სიყვარული, რა გულმეტკენები ხართ შემოძვირფასება, რა ხდება ეს მოყვა. ეკი არა, ორი არკანი არა მოყვა, 10-იანი ხმალი. ნამდვილად თემატობრივადაც როგორ წამოიღო არა, 10-იანი ხმალი. რა არის დღევანდელი მდგომარეობა, ენერგია თქვენი, სადაც ყველაფერი ძველი, დამთავრებულია, დაწერტილებულია და გაინტერესებთ უკვე ახალი, ხო? ეს ზუსტად თემატობრივად წამოიღო 10-იანი ხმალი არის ჩვენი ფონური არკანი. მოცემული გაშლიდან გამომდინარე, შემიძლია თქვა, რომ რეალურად თქვენ რაღაც ტკივილებიდან გამოდიხართ, გულის სასიყვარულო ტკივილებიდან და ემზადებით სრულიად ახალი სიყვარულის მისაღებად, მაგრამ გზაში ჯერ კიდევ, ესე ვთქვათ, მიმდინარეობს თქვენი განკურნების, შიშების მოშორების ბოდიშით და შინაგანი ძალების აღდგენის ეტაპი. მოდით ახლა ეტაპობრივად განვიხილოთ და სერიოზულად ავხსნი ყველაფერს. ხო, საერთო ფონი 10-იანი ხმლებია და ფონი გვიჩვენებს საწავით 10-იანი ხმლები. ფონი გვიჩვენებს როგორ ვთქვათ, ხო, ემოციონალურ ცხოვრებისეულ, ესე ვთქვათ, დასასრულს მიგვითითებს. უკვე რაღაცნაირად გადაიტანეთ ხალატი, დაშორება, ან ესეთი მოვლენა, რომელმაც თითქოს გაგტეხათ, მაგრამ ამავე დროს სწორად ამ ტკივილმა დაგაწყებინათ განახლების პროცესი, ხო? ეს არის დასასრული, რომელიც ახალ დასაწყის მოგიტანთ და მოაქვს ახალი საწყისი. თქოს მიწა თქვენ ფეხქვეშ ჩამოინგრაო, მაგრამ ახლა ნელ-ნელა იბრუნებთ თქვენს ძალას იმისთვის, რომ ყარად დადგეთ მიწაზე. პირველი ხაზი ეს არის 6-იანი ხმლები, 9-იანი ხმლები. კოშკი, 5-იანი კვერთხები და სამსჯავრო. ეს ხაზი აღწერს თქვენ შინაგანი განწმენდის და გათავისუფლების ფაზას წარსულისგან. 6-იანი ხმალი, რას მეუბნება, რომ თქვენ ნელ-ნელა ტოვებთ ტკივილს, გადადიხართ სხვა ფაზაში, თუმცა ჯერ კიდევ ფრთხილად თითქოს რაღაცნაირად გეშინიათ იგივე სცენარის გამეორების შემოძვირფასება. 9-იანი ხმლები მეუბნება, რომ ღამეებს ფიქრებში ატარებთ, ჩფოთავთ ტკივილისგან, ესე ვთქვათ, ოხრავთ, იხსენებთ წარსულს, ტკივილებს, ეს არის შინაგანი ბრძოლა, სადაც ეს თქვა გონება და გული ჯერ კიდევ არ არიან შეთანხმებულები უკაცრავად და არიან შიდა ბრძოლებში ერთმანეთთან. კოშკი მეუბნება, რომ რეალურად აქ მოხდა ნგრევა, რომელიც იყო გარდაუვალ და ეს უცაბედად მოხდა, ისე რომ არ ცელოდებოდით, რაღაც და დამთავრებული იყო, რომ ახალი გზა გახსნილიყო თქვენთვის, ეს შეიძლება ყოფილიყო ტკივნეული დაშორება, ან დობის დაკარგვა პიროვნებების მიმართ, ხო? 5-იანი კვერთხები და სამსჯავრო, რომელიც თავის ამოხტა და წამოვიდა ერთად.
მეუბნება რომ ხუთიანი კვერთხებიდან გამომდინარე ამ ყველაფერმა თქვენში შიდა წინააღმდეგობები გააჩნიათ, თითქოს ერთდროულად გსურთ მშვიდობა და მოქმედება, მაგრამ შინაგანი ბრძოლა გღლით, ძალიან გღლით შემოძვირფასებო და სამსჯავრო სარკანი, გვეუბნება რომ ეს ნიშნულოვანი არკანი აქვს და უნდა ამოსულიყო თვითონვე წამოყვა და უმალოდ უნდოდა და გვეუბნება რომ ახლა დგება დრო, როცა სამყარო გიბიძგებთ გათავისუფლებისკენ, აი ამ ყველაფრისგან და იმიტომაც ამოვარდა გათავისუფლებისკენ. ეს არის აღდგენის ეტაპი, როცა წარსულის ტკივილი სრულდება და იწყება სულიერი განახლება. დადებითი არის აქ ის, რომ პროცესი განწმენდის მიმდინარეობს და იწმინდება ყველაფრისგან, რაც აღარ არის თქვენი. თქვენ იბრუნებთ ძალას და იმზადებით ახალი სიყვარულის მისაღებად. უარყოფითი რა არის, ხო? შესაძლოა ჯერ კიდევ გიჭირთ წარსულის ბოლომდე გაშვება, შიში და უნდობლობა დროებით ბლოკავს თქვენს ახალ ენერგიას. მეორე ხაზი. ეს არის პენტაკლების დედოფალი, პენტაკლების პაჟი, სამიანი კვერთხები, აქვე სამიანი ხმლები. ეს ხაზი გადმოგცემთ რას, თქვენს მდგომარეობას ახლა. მე ესე უფრო ვიტყოდი, თქვენს მდგომარეობას ახლა, ხო, როგორ აღიქვათ სიყვარულს და საკუთარ თავს აი ახლა ამ მდგომარეობაში შევცახავთ. პენტაკლების დედოფალი მეუბნება რომ თქვენ უკვე ისწავლეთ საკუთარი ღირებულების დაფასება, საკუთარი ფასი ისწავლეთ, ახლა მეტის სიფრთხილით უდგებით გზნობებსაც, აღარ გსურთ დაკარგოთ სტაბილურობა, რომელშიც ასე თქვა დიდი ტკივილების და ძალისხმების შედეგად მიხვედით. პენტაკლების პაჟი გვეუბნება რომ და მიგვითითებს ახალ ინტერესს და შესაძლოა ეს იყოს პიროვნება, ან ადამიანი, მნიშვნელობა რომ ადამიანი იგივეა, რომელიც ნელ-ნელა გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში და თქვენს გარშემო იტრიალებს, ჩვენ მხოლოდ სიმპათიის დონეზე, მაგრამ პოტენციალით რო უფრო ღრმა განვითარებაში წავიდეს ეს ყველაფერი. სამიანი კვერთხები ეს არის მომავალი ხედვა თქვენი, უკვე ასე ვთქვათ, თქვენ აწყობთ გეგმებს და ელით ახალ შესაძლებლობებს, თუმცა ჯერ ემოციურად ბოლომდე არ ხართ გახსნილი და არ გახსნილ ხართ, რაც აღსანიშნავია. და სამიანი ხმალი წარსულის ტკივილი ჯერ კიდე გეწვავთ, ხო? შესაძლოა ღალატის ან იმედგაცრუების კვალი ისევ იგზნობოდეს თქვენში, ანუ შეუძლებელია ამ ყველაფერს დავიწყება. იქნება ტყუილი, მე რო ვთქვა რომ აი ამ ყველაფერს გათავისუფლეთ, მაგრამ ვერ დაივიწყეთ, თუმცა სამიანი ხმალი ის არკანი არის, მიხედავთ თქვენი სწავლით ცხოვრებას, ხო, ტკივილების შედეგად ნასწავლი ცხოვრება. დადებითი აქედან ის არის, რომ თქვენ იღებთ ხსნას ახალის მიმართ, ან გეხსნებათ გზები ახალი საწყისებისკენ, მაგრამ გონივრულად და სტაბილურად და არა ბავშვურად, ამაზეც საერთოდ გავკონკრეტდები, უარყოფითი რა არის, წარსული ჯერ კიდევ გიჭერთ, დროა ესე ვთქვათ გონებით აი არ ვიცი, თითქოს ასე მგონია რომ თუ პიროვნებას არ ვიცი, პიროვნებებს აპატიებთ რაღაცნაირად თქვენს წყენას, გულის ტკენას და თქვენი გული გათავისუფლდება ამ ენერგიებისგან, უფრო თავისუფლად შეგებებით ახალს ხდებით და აი სანამდე გიჭერთ ეს ტკივილები და ისე ვიქართ, თქვენ ხომ კარგად იცით რომ ეს შეუძლებელია რომ ახალი არ მოგცემთ არც სამყარო, არც ფერწერა, არც ღმერთი ახალ შესაძლებლობას თქვენ ცხოვრებაში სანამდე წარსულს არ დატოვებთ. არ დაიწყეთ, არ დატოვებთ, ხო? აი მას ვიტყოდი მე. მესამე ხაზი არის მაგი, 7-იანი თასები, 10-იანი თასები, განდეგილი ესე იგი ხმლების პაჟი და 6-იანი კვერთხები. 6-იანი კვერთხები თავის ამოხტა პაჟთან ერთად და ეს ძალიან კარგია, ხო? ეს ბოლო ხაზი საუბრობს მომავალზე, საით მიდიხართ და რას გიმზადებთ ბედისწერა სიყვარულში. მაგით ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენ ხდებით თქვენი რეალობის შემქმნელი. ეს არკანი, მაგის არკანი გეუბნებათ. ვაიმე და დამოვისით თქვა, ეს არკანი გეუბნებათ ახალი სიყვარული მოდის თქვენკენ, მაგრამ და თქვენს ხელში შესაძლოა ეს ყველაფერი, მაგრამ ჯერ თქვენ უნდა აიმაღლოთ ვიბრაციები, გახდეთ უფრო გახსნილი, თვითდაჯერებული და მიზან მიმართული, შემოძვირფასებო. ახლა მე რო გადავიღალე, ცოტა ხმასაც მოუმატე, რომ ცოტა გამოვიდე მდგომარეობიდან, თორემ მგონი შევედი ჩემს
აპათია ემპათიებში. ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ ჩემთვისაც ძალიან ახლოა ეს გაშლები, არ ვიცი რატომ, მაგრამ არის რამდენიმე გაშლა, რომელიც განსაკუთრებულად შემოსულამდე მიდის და ნეც მткиვა რაღაცები. 7-იანი თასების შემდეგი არკანი. გვეუბნება, რომ ახლა გარშემო შეიძლება გაგიჩნდეთ რამდენიმე არჩევანი, ან უბრალოდ ემოციური დაბნეულობა შეიძლება გქონდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ილუზიებში არ ჩავარდეთ შემოძვირფასებო, უნდა დაინახოთ რეალური შესაძლებლობა, რეალური ადამიანი და არა ის, რაც თქვენ გინდათ, რომ იდეალურად შევფუთოთ და დაინახოთ, ის იდეალური სურათი არ უნდა დაინახოთ. ხო ხვდებით, რეალისტები იყავით, რომ ისე წარსული შესაძლებლობები არ გაიმეოროთ. ილუზიებში არ ჩავარდეთ. 10-იანი თასები გვეუბნება, რომ საოცრად პოზიტიური პერიოდი მოდის თქვენ ცხოვრებაში და პოზიტიური ნიშანიც არის ეს არკანი. ეს არის ახალი სიყვარულის, ბედნიერების და ემოციური ჰარმონიული და ურთიერთგაგების არკანი, რაც თქვენ ცხოვრებაში აუცილებლად მოვა და განდეგილი, რაც შემდეგი არის, ეს არის ის, რომ მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი არ მოხდება იმ წამსვე, ჯერ საჭიროა შინაგანი სიმშვიდის დაბრუნება თქვენთვის. სიჩუმეში საკუთარ თავთან ყოფნისას იპოვით პასუხებს შემოძვირფასებო. რა გსურთ, ვისი სიყვარული გსურთ, თისი სიყვარული გსურთ, სინამდვილეში, ან რეალურად რა გსურთ, იმას გაიაზრებთ. ხმლების პაჟი, ეს არის კომუნიკაციის, ახალი ნაცნობობის, საინტერესო საუბრების, ადამიანის არკანი, ვინც დაგიკავშირდებათ, დაგაკვირდებათ შორიდან და დაიწყებს, ასე ვთქვათ, ინტერაქციას ფრთხილად, ხო, თქვენს მიმართ. 6-იანი კვერთხები, რას მეუბნება, რომ გამარჯვება აღიარება სიყვარული, გელოდება წინ, რომელიც გააძლევთ და მოგცემთ სიამაყის გზნობას, თვით შეფასებას აგიმაღლებთ და რაღაცნაირად ამაღლდებით შემოძვირფასებო. დადებითი ამ არკანიდან, ამ ხაზიდან, ამ არკანებიდან რა არის, რომ ახალი სიყვარული ნამდვილად მოდის შემოკარგება, მას მოყვება სიხარული აღიარება და ემოციური განახლება თქვენ ცხოვრებაში, უარყოფითი ის არის, რომ მანამდე საჭიროა საკუთარი შინაგანი, ესე ვთქვათ, ფარდების ჩამოწევა, სრული ამ სტრის მნიშვნელობით, არ დაუშვათ, რომ წარსული შიში გახდეს ახალი ბედნიერების, ასე ვთქვათ, მსხვერპლი და მტერი. მოდი ასე გეტყვით, ანუ თქვენი ბედი ახლა გარატეხის ფაზაშია, სიყვარულის კარები ასე ვთქვათ იხსნება, მაგრამ ჯერ უნდა დახუროთ ძველი კარები და ძველი ციკლი. ბედის წერა გიმზადოთ ახალ ადამიანს, რომელიც იქნება გულწრფელი, ღირებული და სტაბილური თქვენ ცხოვრებაში, ეს სიყვარული არ არის იმპულსური და არ იქნება იმპულსური, ის მოდის როგორც ჯილდო თქვენი გამძლეობისთვის, სრული ამ სტრის მნიშვნელობით. და რეალურად მოდით ასე ვთქვათ, ხო? ასუხი კითხვაზე გეწევათ თუ არა სიყვარული? დიახ, ახალი სიყვარული გეწევათ, მაგრამ მანამდე თავად უნდა გახდეთ ის ადამიანი, ვინც მზადაა მის მისაღებად, სამყარო უკვე გზავნის ნიშნებს თქვენთვის და როცა გული აღარ იქნება თქვენი შიშებში, სიყვარული ყოველთვის, ასე ვთქვათ, მარტივად მოვა თქვენამდე შემოძვირფასებო და კარგებო. აი ეს არის იმ კითხვაზე პასუხი, გეწევათ თუ არა ახალი სიყვარული ჩემოკარგებო და ლამაზეო ადამიანებო. მე თქვენ გისურვებთ მშვიდობას, სოლიდარობას, სიხარულს, სიყვარულს თქვენი ცხოვრების მანძილზე. დაგემშვიდობებით, ჩემო ძვირფასებო და კარგებო. ახლა ძალიან გადავიყალე. აბა დროებით, კარგად იყავით.